ისტორია იწყება ბითი, რომელიც როგორც ხედავთ მოჩვენებაა, თუმცა ეს ყველაზე ცუდი არ არის. პრობლემა ისაა, რომ იგი საკუთარ სახლშია გამომწყვდეული. ყოველ ჯერზე, როდესაც გარეთ გასვლას ცდილობს, უხილავი ბარიერი აჩერებს. საბედნიეროდ, მას სახლის არავისთან გაყოფა არ უწევს, რადგან თავად ახერხებს პოტენციური მყიდველების დაფრთხობას. ასე გრძელდება მანამ, სანამ ერთი დღე არ გამოჩნდება ახალგაზრდა, რომელიც უძრავი ქონების აგენტის ვიზიტის გარეშე გადადის საცხოვრებლად. ახალგაზრდა სახელად Cole, მხოლოდ სახლის ფასით დაინტერესდა, რომელიც 10-ზე მეტჯერ იყო შემცირებული იმის გამო, რომ სახლი თითქოს დაწყევლილი იყო და გადაწყვიტა მისი ყიდვა. ახლა მასთან ერთად სახლში მისი ასაკის ახალგაზრდა ცხოვრობს და მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მისი გაძევება სურდა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც იქ ვინმე ახალგაზრდა შევიდა, ამიტომ Cole ის მიმართ ცნობის მოყარეობა იპყრობს. სანამ Cole თავის ნივთებს კარადაში ალაგებს, შემთხვევით ფეხით კედელს მიარტყამს და საიდუმლო კარს აღმოაჩენს. შიგნით არის წითელი წიგნი, რომელიც ასობით წლის წინანდელი ჩანს. გადამშვენიერია და შიგნით არის ბის ფოტოები, თითოეული მისი დაბადების დღისთვის, რაც Cole-ს საშუალებას აძლევს დააკვირდეს, როგორ გაიზარდა იგი და როგორ იქცა მშვენიერ მოზარდად. თუმცა მერე ფოტოები აღარ არის. ბი 18-ს გარდაიცვალა. დანარჩენი ადგილები კი ცარიელია. უეცრად, წიგნი ძლიერად იხურება და ყოველ ჯერზე, როდესაც Cole მისი ხელახლა გახსნას ცდილობს, ეს მეორდება, სანამ წიგნის ყდიდან ბეჭედი არ გადმოვარდება და ძირს არ დაეცემა. ხალიჩაზე დაცემის გამო ბეჭედი ხმას არ გამოსცემს და ახალგაზრდა ამას ვერ ამჩნევს, მაგრამ მეორე დილით, როდესაც გარეთ გასასვლელად ემზადება, ფეხს ადგამს და თავდაპირველი ტკივილის გადალახვის შემდეგ იატაკიდან იღებს მას. ეს არის ოქროს ბეჭედი 4 ძვირფასი ქვით, რომლებიც პირდაპირ სინათლის გარეშეც კი ანათებენ. მათი ბრწყინვალება მომაჯადოებელია და Cole ვერ ახერხებს მის გაკეთებას, მაგრამ როგორც კი ამას აკეთებს, პირდაპირ მის უკან ბის ხმას ისმენს, როდესაც უკან ბრუნდება, ფოტოზე გამოსახულ გოგონას ხედავს. ბი ძალიან ბედნიერია, რადგან Cole-ს მისი დანახვა შეუძლია, მაგრამ შიში Cole-ს ბეჭდის მოხსნას აიძულებს. ამ მომენტში იგი წიგნის შესამოწმებლად გარბის და ფოტოზე გამოსახულ გოგონას ახლახან ნანახ მოჩვენებას ადარებს. რამდენიმე წუთის შემდეგ ბეჭედს ისევ იკეთებს და ბი კვლავ იქ არის. გოგონა ევედრება, არ მოიხსნას ბეჭედი, 100 წელზე მეტია, რაც ვინმესთან საუბარი შეძლო. იგი თავისი ისტორიის მცირე ნაწილს უყვება, რათა დაამშვიდოს და აგრძნობინოს, რომ ზიანს არ მიაყენებს. აღმოჩნდება, რომ თავის მე-18 დაბადების დღეზე იგი ეროვნულ მუზეუმში ექსკურსიაზე წავიდა, ბეჭედი გამოფენაზე დაინახა და მოიპარა. არ მოელოდა, რომ რამე ცუდი მოხდებოდა, უბრალოდ მისმა ბრწყინვალებამ გაიტაცა, მაგრამ მუზეუმიდან გამოსვლისთანავე მას მანქანა დაეჯახა. როდესაც გაიღვიძა, საკუთარ სახლში იმყოფებოდა. იმ მომენტში ეგონა, რომ გაუმართლა და ცოცხალი გადარჩა, მაგრამ გასვლას რომ შეეცადა, ბარიერს გადაეყარა და დიდი დრო დასჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ სინამდვილეში გარდაცვლილი იყო და სახლში იყო გამომწყვდეული. Olei gălămbean tlagnihan. Okenda ki osnu kam tete andena he, pe mundriu tardendae. Putnal yarini chonda, par bi osnu chaddanvali nei. მან უნდა გაიგოს, რომ ერთი საუკუნეა, რაც არავისთან უსაუბრია და როგორც კი დაიწყებ, გაჩერება შეუძლებელია. სანამ ახალგაზრდა დავალების შესრულებას ცდილობს, ბი არ წყვეტს კითხვებს კედლებზე გაკრული არტისტების პოსტერების შესახებ და აღმოაჩენენ, რომ ორივეს მუსიკა უყვარს. ბი კონსერვატორიაში გაიზარდა, ამიტომ ბევრი ინსტრუმენტის დაკვრა შეუძლია. რაც შეეხება Cole-ს, მისთვის გიტარის სიყვარული თანდაყოლილია და ახლა აქვთ საერთო თემა, რომელიც ორივეს სიამოვნებას ანიჭებს. ბი ევედრება, მისთვის რამე დაუკრას, მაგრამ ის უარს ამბობს. ბი არ ნებდება, სანამ ბიჭი არ აღიარებს, რომ გიტარა მამამისის გარდაცვალების შემდეგ აღარ დაუკრავს. გაბრაზებული ბეჭედს იხსნის და უჯრაში ინახავს, ცდილობს ბი დღის დარჩენილ ნაწილში იგნორირება გაუკეთოს. მეორე დილით, დედასთან ერთად საუზმისას, მარილის საყრელი ჰაერში ტივტივს იწყებს. ეს ბია, რომელიც ყურადღების მიქცევას ცდილობს, ხოლო ის ყველაფერს აკეთებს, რომ დედამ ვერ შეამჩნიოს და უყოვნებლივ ადის თავის ოთახში, ბეჭედს იკეთებს და ყველაფერს ბის შეაუხსნის. ერთადერთი სახლია, რომლის გადახდას დედამის მამის გარდაცვალების შემდეგ შეეძლო. ეს მათი ერთადერთი შანსია ახალი ცხოვრების დასაწყებად, მაგრამ თუ დედამ გაიგო, რომ სახლში მოჩვენებაა, მაშინვე გაიქცევა და საცხოვრებელი ადგილი აღარ ექნებათ. იხპირდება, რომ აღარაფერს იზამს. თუ Cole ბეჭედს არ მოიხსნის. ერთად არიან და მისი ატანა მოუწევს. დღეში 1 საათის საუბრის პირობის შემდეგ Cole გარესამყაროზე ყველაფერს უყვება და ის ყოველ დეტალზე უკვირს. ერთ საღამოს ბი მიხვდება, რომ შეუძლია ხელი ფანჯრიდან გაყოს და სწრაფად წამოდგება კარისკენ. აღმოჩნდება, რომ სანამ Cole-თან ერთად არის,
შეუძლია გარე სამყაროში გავიდეს. ასე რომ დროას ასეირნოდ წავიდნენ და ნახოს ყველაფერი, რაც ამ საუკუნის განმავლობაში, როცა ჩაკეტილი იყო, გამოტოვა. თვითმართვადი მანქანებიდან დაწყებული ახალი მუსიკით დამთავრებული, რომელიც მისთვის უცნობია, ბისთვის ყველაფერი არაჩვეულებრივია. თუმცა ყველაზე მეტად Google აოცებს იმის შესაძლებლობა, რომ ნახოს ყველაფერი, რაც ბოლო საუკუნის განმავლობაში მოხდა და წვდომა ჰქონდეს ამხელა ინფორმაციაზე. იგი ამით საათობითაა დაკავებული, სანამ ღამე არ დადგება და სახლში არ ბრუნდებიან. ვიდრე Cole დასაძინებლად წავიდოდეს, ბი ევედრება, რომ ხვალ სკოლაში წაიყვანოს, მაგრამ ბიჭი ამაში დარწმუნებული არ არის. თუ დაინახავენ, რომ მარტო ლაპარაკობს, ეს კატასტროფა იქნება. თუმცა Cole უარს ამბობს, ბი მეორე დღეს მიყვება და სანამ სკოლის დერეფნებში მიდის, ლიდია, გოგონა, რომელიც მოსწონს, ისმენს, რომ მარტო ლაპარაკობს და ეკითხება, ხომ არ გაგიჟდა? ვერ ახერხებს დამაჯერებელი ტყუილის მოგონებას, რადგან ბი ყურში აგრძელებს ლაპარაკს. Cole პირობას არღვევს და ბეჭედს იხსნის. რამდენიმე წამით ბისგან თავისუფლდება და ლიდიას თან საუბარს ახერხებს. ლიდია ბეჭედს ამჩნევს და ეკითხება, საიდან აქვს იგი? Cole სიმართლეს ეუბნება, რომ სახლის სხვენში იპოვა და მხოლოდ იმიტომ ატარებს, რომ მაგარია. თუმცა ლიდია ბეჭდის გამოსახულებას იმახსოვრებს, მან იცოდა, რომ ეს ბეჭედი ადრეც ჰქონდა ნანახი და სკოლიდან პირდაპირ მშობლების ანტიკვარიატის მაღაზიისკენ გარბის. იგი პოულობს წიგნს, სადაც იგივე ბეჭედს ხედავს, იგი ფარაონმა თავისი ცოლისთვის შექმნა, რომელსაც უნდოდა, რომ სიკვდილის შემდეგაც ერთად ყოფილიყვნენ, ამიტომ მას მოკვდავთა შეყვარებულების ბეჭედი ჰქვია და მას ტყუპი ჰყავს. ლეგენდა ამბობს, რომ ვინც გაბედავს ბეჭდების დაშორებას, საშინლად დაიღუპება და მისი სული ასტრალურ პლანზე დარჩება გამომწვეული, სანამ ბეჭდები კვლავ არ გაერთიანდება. ასე ირკვევა, რომ ბეჭდის მხოლოდ ერთი ნაწილი მოიპარა, სინამდვილეში ეს ორმაგი ბეჭედია. მეორე დღეს ლიდია ყველაფერს Cole's უყვება და ბიჭი აღიარებს, რომ ბეჭდის გაკეთების შემდეგ მოჩვენება მოსდევს. ლიდია უჩვენებს, რომ მეორე ნაწილის აუქციონზე გატანა იგეგმება. თუ მოახერხებენ ორივე ნაწილის შეერთებას, მოჩვენება თავს დაანებებს და სხვა სამყაროში გადავა. აღელვებული Cole სახლში ბრუნდება, რათა ბის უამბოს, რომ შესაძლოა თავისუფალი გახდეს, მაგრამ მისვლისას აღმოაჩენს, რომ მან თავისი ოთახი ისე მორთო, თითქოს სცენა იყოს. მას სურს, რომ სიმღერა მოასმენინოს, ხოლო Cole სიმართლის სათქმელად გამბედაობა არ ყოფნის, ამიტომ უბრალოდ ასიამოვნებს და გიტარაზე უკრავს, რაც უკიდურესად რომანტიკულ მომენტს ქმნის. ერთი წამით ბიჭს ისეთი აზრი მოსდის, რომ ბის სიამოვნებს მოჩვენების ცხოვრება და შესაძლოა წყევლისგან გათავისუფლება არც სურს, ამიტომ იმ ღამეს არაფერს ეუბნება. რამდენიმე დღის შემდეგ Cole ლიდიასგან იღებს შეტყობინებას კითხვით, იყიდა თუ არა ბეჭედი აუქციონზე, მაგრამ მას სრულიად დაავიწყდა და ის სხვა ადამიანმა შეიძინა. ბი ამჩნევს მის უცნაურ ქცევას და ეკითხება, რა ხდება. გრძნობს რა, რომ ხაფანგშია. Cole აღიარებს ყველაფერს იმ წყევლის შესახებ, რომელიც მას ტყვეობაში ამყოფებს და თავისუფალი გახდომის შესაძლებლობაზე. თავიდან ბი აღელდება, იმდენი ხანია ჩაკეტილია და ახლა გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა. მაგრამ შემდეგ ხვდება, რომ Cole-მა ეს ჯერ კიდევ დღეების წინ იცოდა და არ უთხრა. გაბრაზებული ტყუილისთვის უპირისპირდება. იგი მისი წარმოსახვითი მეგობარი არ არის, რომელიც მხოლოდ მაშინ არის, როცა სჭირდება. იგი ნამდვილი ადამიანი იყო მეგობრებითა და ოჯახით. ბიჭს წარმოდგენაც არ აქვს, როგორი იყო ყველას სიკვდილის ყურება და ამდენი წლის განმავლობაში ახალგაზრდისა და სევდიანის დარჩენა. კამათის შემდეგ Cole საბოლოოდ ხვდება, თუ რა შეცდომა დაუშვა, მაგრამ აუქციონი ანონიმურია. რავინ იცის, ვინ იყიდა ბეჭედი და ახლა მან ბის ნდობა სამუდამოდ დაკარგა. გოგონას თხოვს, რომ ბეჭედი მოიხსნას, აღარ სურს, რომ ის მისი მომვლელი იყოს, ამიტომ Cole ბეჭედს სკოლის პიანინოზე ტოვებს. მოგვიანებით, Cole ისაძებნელად მისული ლიდია პიანინოს თავისით დაკვრას ისმენს და ბეჭედს იკეთებს. იმილით ესალმება ბის ეს და აღიარებს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამ სამყაროში გამომწყდეულ მოჩვენებებს ხედავს. მის ოჯახს მრავალი წელია ანტიკვარიატის მაღაზია აქვს და ეს იმაზე ხშირია, ვიდრე ჰგონია. იმ ღამეს ლიდია პოულობს Cole-ს, რომელსაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს. აუქციონის სახლი ნივთებს გაყიდვიდან 48 საათის შემდეგ აგზავნის, ამიტომ ბეჭედი ჯერ კიდევ მუზეუმში უნდა იყოს. ვიჩქარებენ შესაძლოა შანსი ჰქონდეთ, მაგრამ მანამდე Cole-მა გულწრფელი ბოდიში უნდა მოუხადოს ბის იმისთვის, რომ მოატყუა. ყველაფრის მოგვარების შემდეგ ქალაქისკენ მიემართებიან. თავისი მოჩვენების ძალების გამოყენებით ბი ახერხებს თითოეული კარის გაღებას განგაშის ჩართვის გარეშე. დაწყობში პოულობენ ყუთს ბეჭდის მეორე ნაწილით. ის ისევე ანათებს, როგორც მისი წყვილი. იმ მომენტში Cole ეკითხება, მზადაა თუ არა. იგი სიყვარულით უყურებს და პასუხობს, რომ დიახ.
მაგრამ ბეჭდის მოხსნამდე ცოტა ხნით ადრე გოგონა აჩერებს და კოცნის. ამ კოცნით ქოლ ბეჭედს ბოლომდე იხსნის და ბიქრება. ორი ნაწილის შეერთებისას ბრწყინვალება ქრება და ქოლ ლიდიასთან ერთად მანქანაში ბრუნდება. სახლში მისვლისას ბის ფოტოალბომს ათვალიერებს. უნდა კიდევ ერთხელ ნახოს მისი სახე, მაგრამ გაკვირვებულია, როდესაც ხედავს, რომ ცარიელი ადგილები ახლა შევსებულია. ახალ ფოტოებზე ნაჩვენებია ბი თავისი უნივერსიტეტის დიპლომით, შემდეგ თავისი ცხოვრების სიყვარულის გაცნობითა და გათხოვებით. ბოლოს არის მისი მშვენიერი ოჯახის ფოტო, ორი შვილით და ლამაზი სახლით სოფელში. სცენას ვცვლით 1920-იან წლებში, სადაც ბის ბეჭდით ხელში ვხედავთ. საფრთხეების თანამშრომელი სთხოვს, რომ დააბრუნოს და იგი სულელური ღიმილით ამას აკეთებს და მუზეუმიდან გადის. გარეთ ახერხებს იმ მანქანისთვის თავის არიდებას, რომელმაც მანამდე სიცოცხლე მოუსწრაფა და ღიმილით აგრძელებს თავისი ცხოვრებით ცხოვრებას მოჩვენებად ყოფნის მარადისობის შემდეგ, იცით არასოდეს მოიპაროთ ნახევრად. აქ გიტოვებთ სხვა ისტორიებს ძარცვის შესახებ, რომლებიც მოგეწონებათ. ნამდვილი პელიკულონ.